საძის მეგობრებო, აერის ფილტრი, Ford Fusion-ის ჰიბრიდის აერის ფილტრი. შიდა კონდიციონერი ზოგჯერ რო არის, რომ არ ყოფნის ძალა რა, არ არის ესეთი, როგორიც ჩვენ გვინდა. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს აერის ფილტრის შეცვლა. ეხლა მოვხსნი ვინტებს, გამოვიტან და ვნახოთ რა მდგომარეობაშია. ესეც ასე. ეხლა ამას ჩამოვწევთ აქეთ ხელით. დავიხმარიოთ და აი ისიც. შორიდან მევეტყობა, რომ კაი მდგომარეობაში არ არის. ამას რომ უნდა დაებიეროთ. ღმერთო. რა სიძახიც მან. შეხედე ამას რომ უნდა დაებიერო. კარგი. აი ახალი. შეხედეთ ამ მდგომარეობაში. შევა აი აქაც შიგნით პატარა მტვერსაც თუ შეყობთ და გამოწმენთ რა შიდა მტვერს. აი შიგნით რაც არის. წყობაც მარტივია. აი ესე იყოს წარწერები, მაინც სწორად შობს და აქ შევაცურებთ. კარგად ესე მოხდა. მიდი პატარა მიდი. ეს მას მევხურავთ, მოიცა მევხურავ და გავავიძას. მე ხა ჯერ დროებით ხოლმე ერთი ცალი მაქვს, ორი დაგარგული მაქვს. ორი ცალი ვენტიჟდება რა ამაზე, აი აქ და აქ და გარედან, სადაც ეს პატარა შიდა საბარგული ჯდება, 4 ცალი ვყენი აქ. 1, 2, მესამე აი აქ არის ესეთ ადგილას. აი ამისაში არ შეგეშალოთ. აი შეიძლება ჩასმულზე არ ჩანდეს გაჩვენებთ ბოლოს, მაგას აქ აყენია ერთიც და ერთი მიჯდება აი ამაში. აი ახლა ესეც რო განახოთ შორიდან 1, 2, 3 და 4 ბოლტი აყენია ამ ბარდაჩოქს. მაგასაც გაჩვენებთ, ახლა მივაყენებ. და მოვიწყდა სანამ აი ამას მოხსნით მოტორპედოდან საბარგულს. მაგას აყენია გვერდზე ესეთი რაღაცა რა. აი ასე ჯდება. ჩემსაც ასე აქვს, როგორც სხვანაირად აქვს, რაც ნახეთ სხვა ვიდეოში. აი ეს ერთმანეთს უნდა გამოაძროთ. ყველაფერი აი აქ ჯდება. ამას ჩააწვევით დაბლა და ვარდება. ოღონ არ ეუხეშოთ. მაინც მწვანე დოლარები ის რა. ესე რა. აი ესეთი კბილები აქვს 4 ცალი, 1, 2 და იმ ხარისაც 2 ცალი. ამას ჩასვამთ ესე ყოფთად ლამაზად ჩვეულებრივად ნახავთ. თავარია მეყევით რა, აი ძალით არ ეჯაჯგუროთ და ყველაფერი გამოგივა. შემდეგ მიაყენეთ აი ამას. ეხლა მოდის ჰაერი ძალიან მაგრად რა. სიბრალი არის, სიბრალია, ფრეონი დავამატო თუ რა ვქნათ. ნუ არ ყოფილა ესეთი არაფერი. ფილტრი მოიხსნა, ჰაერიც მოდის.